მთავარი მიზეზი, რის გამოც ექიმი გახდით? მე არ გავზრდილვა ექიმების ოჯახში და ერთადერთი რამაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია და განაპირობა კიდეც ეს არჩევანი გახლდათ ერთი წიგნი არჩიბალდ კრონინის ციტადელი. და სწორედ აი ამ წიგნის შემდეგ, ექიმის ცხოვრების აღწერის შემდეგ გაჩნდა ეს გადაწყვეტილება წავსულიყავი ამ გზით. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც პედიატრს უნდა ჰქონდეს. ბავშვის სიყვარული. აქ არ არის ლაპარაკი პროფესიის სიყვარულზე, მედიცინის სიყვარულზე. კონკრეტულად ბავშვი უნდა გიყვარდეს და მარტო როგორც პაციენტს ისე არ უნდა უყურებდე ბავშვს. ეს იქნება იუმორი, ეს იქნება თამაში მასთან ერთად, ეს იქნება ნებისმიერი მედიცინისაგან ძალიან შორს მოყოფი რაიმე ქმედება, მაგრამ ეს ამავდროულად არის ძალიან დიდი სტიმული, სიცოცხლის სტიმული. არ უნდა იყოს არასოდეს სერიოზული. სერიოზული პედიატრი, რომელიც არ იცინის არერთობა და ბავშვთან კომუნიკაციისას არ იღებს სიამოვნებას, ეს ალბათ არ იქნება კარგი პედიატრი, ამიტომ ალბათ ეს რჩევა იქნება იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ პროფესიას აირჩევს, სხვანაირად ძალიან რთული იქნება პედიატრობა. ყველაზე გავრცელებული მითი ბავშვთა ჯანმრთელობაზე. ერთ-ერთი ესეთი მითი გახლავთ, რომ მე მირჩევნია ბავშვს უმკურნალო და პრევენცია აქ არ არის ჩემთვის წამყვანი. ანუ ფიქრობს ადამიანი, რომ ის მისი შვილი არ გაიკეთებს ვაქცინას, არ გაუკეთებს უпростоრად მის შვილს ვაქცინას და შესაძლებელია თუ ის დაავადება განვითარდა, მან მას უმკურნალოს. ეს ძალიან გავრცელებული მითი წესით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ კავშირში, თქვათ, რამდენი არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ვარს ამბობს ვაქცინაციაზე. ეს არის ყველაზე მძიმე ჭყალების გარეშე მითი, იმიტომ რომ ამ მითის უკან დგას უზარმაზარი საფრთხე ამ ბავშვის სერიოზული დაავადების განვითარების. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ახალბედა მშობლებისთვის. ეს არის ბუნებრივი კვება. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუთი კვება არის პრაქტიკულად გარანტია იმისი, რომ თქვენ შვილს იმ პერიოდში, როდესაც თქვენ მხოლოდ ძუძუ უნდა მისცეთ, ანუ პირველი 6 თვე, ნაკლები ექნება ვირუსული ინფექცია, ნაკლები ექნება დიარეა, ნაკლები ექნება ოტიტები. კარგი იქნება მისი ინტელექტუალური განვითარებაც, ფიზიკური განვითარებაც, იმუნიტეტის შესანიშნავი წყაროა. ასევე ორსულობის დროს უნდა იცოდეს დედა, რომ პირველი სიკეთე, რაც შეიძლება შვილს გაუკეთოს, არის მშობიარობა ფიზიოლოგიური გზით. რა რჩევას მისცემთ იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტის მაყურებელს ამ რჩევას მივცემ, რაც არ უნდა დაგჭირდეთ ოჯახის ნებისმიერ წევრს. ენდეთ მხოლოდ ექიმს, დაუჯერეთ მხოლოდ პროფესიონალებს და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება სწორი და საიმედო და შესაბამისად შედეგიც იქნება ყოველთვის კარგი.